ხოლო არა იარს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაური ყოს. მირონცხება, ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი საიდუმლო, მიმდევრობით მეორე ნათლობის შემდეგ, თითქმის მისი შემადგენელი ნაწილი. მირონცხება უშუალოდ მოსდევს ნათლისღებას და მის ნაწილად აღიქმება, თუმცა საეკლესიო მოძღვრების მიხედვით ცალკე საიდუმლოა. წმიდა მირონის ცხება მონათლულს სული წმიდის მეშვეობით ანიჭებს სასიცოცხლო ძალას. ესაა უფლის მადლის გადმოსვლის ნიშანი მოსანათლავზე, რომელიც ამით ეკლესიის წიაღში გადადის და სულიერი ცხოვრება ქრისტიანი კაცისა იწყება. რიტუალი სრულდება მირონის სურნელოვანი ნახარში ზეთისწყაცხებით, შუბლზე, ყურებზე, ნესტოებზე, თვალებზე, ხელფეხზე. ამდაგვარად განმარტავს სასულიერო სწავლება მირონცხების საიდუმლოს. იმისათვის, რომ გავერკვიოთ მირონის ცხების არსში, შევასრულოთ წმიდა წერილის მითითება, სიტყვის ჯვარცმის კანონი. ჯვარს ვაცვათ, ანუ სიტყვა მირონი, დავშალოთ მარცვლებად, შევეკითხოთ ამავე სიტყვის მომავლინებელ მამას, ან ბანს, ვნახოთ თუ რა პასუხს მოგვაწვდის მამიდან, ასო-ნიშნებიდან გამომავალი რიცხუთა სისტემის კანონზომიერება, ანუ სული წმიდა. პირველი მარცვალის ასო-ნიშნებიდან გამომავალმა რიგითი მნიშვნელობების ჯამმა მიგვითითა ანბანი. მეორე მარცვლის ასო-ნიშნებიდან გამომავალმა რიგითი მნიშვნელობების ჯამმა მიგვითითა ამავე ანბანის 40 ასო-ნიშანი. მიგვითითა 40 ასო-ნიშნიანი ანბანის სიბრძნეზე. ონი წმიდა წერილის კარნახით სიბრძნის აღმნიშნელია. იგია მადლი, თვალთათვის უხილავი, ამავე ანბანით მოვლენილ თვალთათვის ხილულ, მელნით ნაწერ სიტყვათა სხეულის წიაღში დავანებული. მადლი, რომელიც წმიდა წერილის კარნახით, სიტყვიდან ჯვარცმის კანონის აღსრულებით ამოკითხვადი, გონების თვალით გამოსაღები მართალი ინფორმაციაა, ჭეშმარიტებაა. და სიტყვაა იგი ხორციელი იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, და ვიხილეთ დიდება ემისი, დიდება ევით არცა მხოლოდ შობილისაე მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. ახლა შევხედოთ თუ რას მიგვითითებს, ყოვლის მკრობელ ღმერთად წოდებული ანბანით. ამენით მოვლენილი სიტყვა მირონის პირველი და მეორე მარცვლის ასო-ნიშანთა რიცხვითი მნიშვნელობების ჯამები. დასკვნა მირონის ცხების საიდუმლო ნიშნავს, ამენით მოვლენილი ორბუნებოვანი ღმრთის სიტყვიდან, წმიდა წერილიდან, ამავე წერილის მიერ მოწოდებული, სიტყვის ჯვარცმის ანუ სიტყვის დაშლის კანონის აღსრულებით, სიტყვის წიაღიდან, მამიდან, ასო-ნიშნებიდან გამომავალი რიცხუთა სისტემის კანონზომიერებებით, სული წმიდით მოწოდებულ სიბრძნეზე ზიარებას, ანუ სიტყვის სხეულის წიაღში დავანებული მადლით ნათელისღებას. იესო ქრისტეთი განსწავლას. ხოლო გან თუ ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით,